51-დან 51 ასეთია ზესტაფონელი ტყუპი ძმების გიორგი და დათო ბარბაქაძეების შედეგი მათემატიკაში. ძმები მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები არიან. აღსანიშნავია, რომ დავითს ასევე უმაღლესი 60 ქულიანი შეფასება აქვს ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც. ამბობენ, რომ მათი მაქსიმალური შედეგი დაუღალავი შრომის, პასუხისმგებლობის, მიზანდასახულობისა და საკუთარი თავის რწმენით მიიღეს. თქონდა რომ დაიდო ეს გუშინ შედეგები მოულოდნელი იყო, რადგან თავიდანვე აგვისტოში დებდნენ ხოლმე შედეგებს. რო დავწერე ეს გამოცდა, მაშინვე ვიცოდი, რომ ეს შეცნობები არ მქონდა. ახლა შენ გაიგე. პირველად რომ ნახე ეს შედეგები, ძალიან აღელვებული ვიყავი, ძალიან გამიხარდა. პირველ რიგში იმიტომ რომ ჩემი შრომა შესაბამისი შედეგებით დაფასდა ჩემი მასწავლებლების სახელები და მიხარია ვასახელე. ესენი არიან ქართულის მასწავლებელი ნანა ჩიტორელიძე, ქართულში ავიღე 60 ქულა უმაღლესი შეფასება და შემიძლია ვთქვა რომ ნანა ჩიტორელიძის გარეშე მე ვერ მოახერხებდი 60 ქულის აღებას ქართულში და მან განუსაზღვრელი წვლილი შეიტანა ასეთი შედეგის მიღწევისთვის და ასევე შემიძლია ვასახელო კობა კობერიძეც. ეს არის ჩემი მათემატიკის მასწავლებელი, რომელმაც გამოწვევა და ადვილ მისაღწევო გამოწვევა და აქცია მათემატიკაში 51 ქულის მიღება, შესაბამისი მიზნებიც დამისახა და ერთგვარად ძალიან სასურველი გახადა მათემატიკაში 51 ქულის მიღება. და ამან მაიძულა რომ შესაბამისად მეშრომა და მიმეღო მათემატიკაში ასეთი მაღალი შედეგი. მიგვეღო. ესე იგი, მეც 51 მივიღე მათემატიკაში, რა თქმა უნდა, ეს კობა მასწავლებლის დამსახურება და ასევე მეორე სკოლის, რომელმაც ასე ვთქვათ, საბაზისო ცოდნა მომცა მათემატიკაში და ასევე ყველა სხვა საგანში და ამიტომ მადლობას ვუხდი მეორე სკოლის რეპეტიტორებს და მასწავლებლებს. თულია მათემატიკაში უმაღლესი ქულის მიღება და რა ვიცი, ზესტაფონში ჯერ არ გამიგია ასეთ შედეგი. მაგრამ არის ხოლმე სხვა ქალაქებში, ხდება ხოლმე პოსტები, რომ მიიღო უმაღლესი ქულა და ულოცა მათ. რთული იყო, თქვათ. ნუ ახლა წინა გამოცდებთან შედარებით ცოტა რთული იყო, იმიტომ რომ მოვიდა ცოტა სხვანაირი საკითხები. მაგრამ არაფერი არ ყოფილა ესეთი, რაც თქვათ პროგრამაში არ ეწერა. თქვენ ერთ და იგივე დღეს გახვედით გამოცდაზე თუ ეს როგორია? კი, ერთ და იგივე დღეს გავედით, ოღონ სხვადასხვა ვარიანტი ვიყავით. ეს იყო პირველი ვარიანტი და მე მეორე ვარიანტი ზირთად ასე იყო. ლიდა შუა დღეს ეს იყო 8 საათზე და მე შევდიოდი 2 საათზე. ასევე ველოდებით ინგლისურიდანაც უმაღლეს შედეგებს. ჩვენ ვზადებოდით შორენა მარაქველიძესთან, ეს არის გამოჩენილი რეპეტიტორი იმაში ზესტაფონში და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ველოდები უმაღლეს 70 ქულას და იმედია ეს იქნება და მოგცემს ღმერთი ამის წარმატებას და შესაძლებლობასაც. ასევე შემიძლია დავასახელო ილია ბარბაქაძე, ისტორიის რეპეტიტორი, რომელთანაც 58 ქულა ავიღე 60-დან. ასეთი დიდი შედეგის მივაღწია. და მე მივიღე 57 ქულა. ისტორიაში 60. ჭირდებოდა? ნუ არ ჭირდებოდა, მაგრამ ქართველმა კაცმა ისტორია რატო არ უნდა იცოდეს? თან საქართველოს ისტორია უნდა იცოდე წყალივით, ხო? და სიმართლე გითხრათ, მაგალითად ქართულის თემის წერაში ძალიან გამომადგა ეს ისტორიული პარალელები და საერთოდ ცოდნა. საზოგადოებაშიც გამოგაჩენს ისტორიის ცოდნა, რომ საგჭირდებოდეს შესაბამის ფაკულტეტზე ჩასაბარება. მე მიყვარდა ბავშვობიდან ელექტროინჟინერია და მინდა რომ თავისუფალ უნივერსიტეტში მოხდე ელექტროინჟინერიაზე და წესით მოხდები ჩემი ქულებით. ამაში დარწმუნებული ვარ. მეც მინდა იმავე უნივერსიტეტში ოღონ კომპიუტერულ მეცნიერებაზე, რადგან პატარაობიდანვე მიყვარდა პროგრამირება და ასეთი რაღაცები და 11 წლიდან დავიწყე პროგრამების წერა და კოდირება. ეს ელექტრონულ ურთიერთობაში ტყუპებო როგორი იყო, რომ გარჩევდნენ ერთმანეთს? ნუ რა თქმა უნდა, თავიდან ვერ გვარჩევდნენ, მაგრამ ახლა ამდენი დროის გატარება მაინც თავისთავად და მე უკვე გვარჩევდნენ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, სახელებით არ მოგმართავდნენ და ტყუპიო ასე გვეძახოდნენ. ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება აქვს ასევე ტყუპების თანაკლასელს ელენე გიორგაძეს. ქართულ ენასა და ლიტერატურაში ავიღე უმაღლეს შეფასება 60-დან 60. ნამდვილად ველოდი მაღალ შედეგს, იმიტომ რომ მე და ჩემი მასწავლებელი ქალბატონი ნანა ჩიტორელიძე 2 წლის განმავლობაში დაუღალავად ვშრომობდით იმისთვის, რომ უმაღლესი შედეგისთვის მიგვეღწია და როდესაც დადგა გუშინ პასუხების ნახვის დრო, თავისებურად ამნერვიულდი, თუმცა რომ დავინახე 60 ქულა არ გამკურვებია, გამეხარდა ძალიან. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხვალო ჩემს დანარჩენ მასწავლებლებს, ინგლისურის მასწავლებლებს ქალბატონ მარი ფორჩხიძეს.
ქართულის მასწავლებლას დანარჩი ტორიძეს და ასევე ისტორიის მასწავლებლას ბატონ ილია ბარბაქაძეს, რადგანაც მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს წარმატებაში, მაღალ ქულებს ველოდების სხვა დანარჩენ საგნებშიც, ასევე მინდა დიდი მადლობა გადავხადოთ მეორე საჯარო სკოლას, მის კოლექტივს, რადგანაც მათ ეს ვთქვათ დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს შემზადებაში, მაღალი შედეგებისთვის, ასევე წარმატებაში. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ჩემს მშობლებს, თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის და ყველას, ვისაც ჩემი სჯეროდა ამ წლების განმავლობაში. ჩემი აზრით, ყველა მომავალმა აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა და უნდა დაისახოს მიზანი, რომლის შესრულებისთვისაც ყველაფერი უნდა გააკეთოს და ჰქონდეს საკუთარი თავის თავდაჯერებულობა, ასე რომ ვთქვათ, და არასდროს არ უნდა შეეპაროს ეჭვი თავის შესაძლებლობებში. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის მიხედვით ახალი სასწავლო წლიდან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უფასო იქნება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. მათთან თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორიის ფარგლებში არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ, ისეთი მაგალითად როგორიც არის პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დაწყება, დიაგნოზთან შეჭიდული დაფინანსების მეთოდოლოგიის მიხედვით ჰოსპიტალებში ანაზღაურების მეთოდის შემოტანა, წამლებზე ფასების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის ფარმაცევტულ პროდუქტზე ფასების რეგულირება, C-ჰეპატიტის ელიმინაციის ფარგლებში ტექნიკური მხარდაჭერით დიდი წარმატების მიღწევა, ელიმინაციის მიღწევა, მათ შორის მალარიის მიმართულებით, რომელიც გლობალურ დონეზე იქნა აღნიშნული, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო და მინდა მადლობა გადაუხადოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ბატონ სილვიუ დომენტეს ამ პერიოდის განმავლობაში გამოჩენილი აქტიური თანამშრომლობისთვის და იმ წვლილისთვის, რომელიც მან საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაში შეიტანა. დარწმუნებული ვართ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შორის აქტიური თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება და მომავალ პერიოდშიც ერთობლივი მუშაობით არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მივაღწევთ. A lot of good things happened in the health sector in the last 7 years. In this period of time, Georgia got certified as malaria-free country. In this period of time, we set up a WHO collaborating center on hepatitis elimination in Georgia. Very serious and large-scale reform have been launched, starting with the DRG payment system for hospitals, then continuing with a large-scale primary healthcare reform that is now ongoing and being scaled up. Then also the price regulations for medicines that has significantly improved access of population to essential medicines in this country. Apart from this, a lot of new initiatives and modernizing the system like digitalization, digital health, telemedicine, and also working on rehabilitation services and assistive technologies, which is extremely important. Also, Georgia addressed very successfully non-communicable diseases and the risk factors with significant progress in tobacco control, but also other risk factors, for instance, recent initiatives to eliminate trans fats or working more on physical activity, salt reductions, improving a healthy diet, and so on. So I'm very happy of this and I want to congratulate Georgia. I want to thank all the people, Ministry of Health, the Ministry of Health still, all the subordinated agencies and all the experts that we worked together during these 7 years. ბავშვობაში მეგონა დღეს საკუთარი ხმა ჰქონდა. როცა ქარი ხეებს შორის დაქროდა, მეგონა რაღაცას მიყვებოდა. მერე გავიზარდე, ვისწავლე რომ ტყეთავად არ საუბრობს. მის ნაცვლად საუბრობენ მოჭრილი ხეები, დატოვებული ნარჩენები, დაუდევრობით გაჩენილი ხანძრები. მე ვიცი ტყისის სურნელი წვიმის შემდეგ რომ დგება. ვიცი ტყის ბინადრების ყოველდღიური ცხოვრება. ვიცი სად გამოჩნდა წელს პირველი ყვავილი. მე ვარ ის, ვინც ამ ყველაფერს ვაკვირდებენ. ვინც პირველია იქ, სადაც სხვები მხოლოდ სტუმრად მიდიან. ვინც იცის, რომ ბუნება მხოლოდ ლამაზი ხედი არ არის. ის სახლია. სახლი, რომელსაც ყოველდღე სჭირდება ყურადღება, ზრუნვა და დაცვა. ამიტომ ყოველ დილით ისევ აქ ვარ, სადაც ყოველი დღე განსხვავებულია, სადაც ბუნების მცველი რეინჯერი ვარ. რეინჯერები, ვიცავთ იმას, რაც შენ გეკუთვნის.